სუფთა ჰაერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის საკმაოდ აუცილებელი რამ არის. თუმცა ადამიანების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა ჰაერს, რას იწვევს დაბინძურებული ჰაერი, თვითონ რა იწვევს დაბინძურებულ ჰაერს და როგორ გავაუმჯობესოთ იგი. ატმოსფეროს ბუნებრივი მახასიათებლების ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური ცვლილებებით, ჰაერის დაბინძურება ეწოდება. ჰაერის მთავარი დამბინძურებლებია: ტვერი, ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდები, მანგანიუმის ოქსიდები, ტყვია, ქვანახშირის წყო და მჟავა-წვიმები. ჰაერის დაბინძურება უარყოფითად დაისახება სოციალურ-ეკონომიურ პრობლემებზე, რადგან აოდობს და იწვევს მკურნალობისა და პროფილაქტიკური მედიცინების ხარჯების დასს და სამუშაო დღეების კარგვას. ამასთან ჰაერის დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემებზე და ამცირებს მოსავლიანობას. აზიანებს შენობებს და ისტორიულ ძეგლებს. როგორ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება? იცოდით, რომ მათი ჩვენთაგან ცხრა დაბინძურებულ ჰაერს მთქოს. გამოწვეული დაავადებები ხშირად მოუყვნებელია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ცუცურუან ჩვენს შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ავტომობილის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც შესაძლებელია ფეხით და ველოსიპედით სიარული. შევამციროთ შეშლის მოხმარება. არ გამოვიყენოთ ფეერვერკები. გარემოზე ზრუნვისას ყველასთვის მნიშვნელოვანია.